საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების პოტენციალს ანდორაში სამთო ტურიზმის კონგრესზე გაეცნენ. ქართული დელეგაცია საერთაშორისო კონგრესზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. მოიწყო პრეზენტაციები გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის და მესტიის სამთო სათხილამურო კურორტების შესახებ. 2017 წელს კი ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას საქართველოს უმასპინძლებს ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება. მსოფლიო ტურიზმის საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეთ ჩვენი წარმატებები სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების თვალსაზრისით, ასევე წარმატებები ქვეყნის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ყველა ექსპერტი აღნიშნავს ამ კონგრესზე, რომ საქართველოს როგორც პატარა ქვეყანა მთლიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში და ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ტურიზმის განვითარებაში. და კვლავ უბრუნდებით ტყვეთა გაცვლის თემას. ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ტყვეებსა და პატიმრების გაცვლის პროცესის შედეგად